დაუბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემ მაყურებელო. ნინას უსლობა ჩვენთან სტუმრად. ნინა 2025 რითაც დავამთავრეთ, გავაგრძელოთ იქიდან. აი თუ არის ზოდიაქოს რომელიმე ნიშანი, თუნდაც გველის წელში დაბადებული, რომ განსაკუთრებულად კარგი ან ცუდი რომ გავაფრთხილოთ. კი, არის მოდი ერთ ზოგად სვიტყვი, რაც ყველა შეეხება და მე კონკრეტულ რა სვიტყვი. თქმა უნდა, მომერიდა თუ არა მინდა რომ ზოგადად რო ვიცოდეთ ყველაფერი. ზოგადად როგორი არის 2025 წელი. ყველასთვის ვინც მზად არის იმისთვის რომ განვითარდეს, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს, გადააფასოს აბსოლუტურად ყველაფერი, ზოგისთვის ეს იქნება ფინანსები, ზოგისთვის ურთიერთობები, ზოგისთვის ის ადგილი, სადაც მუშაობს. აი, გაერკვეს რა უნდა, მათ აი გაერკვეს რეალურად შინაგანად რა სურთ და არ შეაშინდეს იმ ცვლილებების, რომლებიც მოხდება. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გველის წელიწადი მოიტანს გარკვეულ ცვლილებებს, მოიტანს გარკვეულ ტრანსფორმაციას, თუმცა ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ განვითარდნენ ადამიანები. თუ ადამიანები ამას შეეწინააღმდეგებიან, ისინი ვინ შეეწინააღმდეგებიან, შესაძლოა რომ რთული იყოს. თუ პირიქით ფეხს აუწყობთ, მივყვებით იმ ცვლილებებს, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ შეუძლია ამ წლის კარგად გამოყენება. რა თქმა უნდა, არის ვიღაცებისთვის შედარებით ნეგატიური, ვიღაცებისთვის პირიქით პოზიტიური, მაგრამ როგორც ასეთი იმდენად მოქნილი წელიწადია და იმდენად ბევრ შესაძლებლობას იძლევა, რომ თავარი აი დაიჭირო ადამიანებმა და გამოიყენონ. თუ განვითარება უნდათ, თუ სურთ, რომ აი რაღაც ახალი მწვერვალები დაიპყრო, ახალი ნაბიჯები გადადგან, ეს წელი ამის შესაძლებლობას მისცემს. აუცილებლად მისცემს. თავარი რა არის? გაუჭირდებათ მათ, ვისაც უყვართ კომფორტის ზონაში ყოფნა და არ უყვართ აი მუდმივად ერთ რაღაცას აკეთებენ, მუდმივად ერთ სივრცეში იმყოფებიან და არ შეუძლიათ ცვლილებები, არ შეუძლიათ რაღაც ახალი ნაბიჯის გადადგმა. მათ შეიძლება რომ გაუჭირდეთ, იმიტომ რომ ეს თავისთავად მოხდება, მაინც ბუნებრივი პროცესი იქნება. ამ შემთხვევაში თუ ავიღებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ხო? საკმაოდ დადებითი წელიწადი აქვს ტყუპებს პირველ ნახევარში, ასევე კირჩხიბებს მეორე ნახევარში. კარგი პერიოდი არის ლომებისთვისაც. სასწორიდანაც ამ შემთხვევაში ლილიტი იყო სასწორში შავი მთვარე და გადავა და ის რაღაც პატარა დაბრკოლებები, წინააღმდეგობები, რომლებიც ჰქონდათ, წარსულში დატოვებენ. ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება? ყურადღება ექნებათ მისაქცევი მორიელებს, რომლებსაც აი აქ შეიძლება მათ მოუწიოთ ბრძოლა საკუთარი თავის დასამტკიცებლად იმისთვის, რომ შეუძლიათ ძლიერები არიან, გაიტანონ მოკლედ საკუთარი თავი და შეიძლება იყოს გარკვეული ცნებები, რომლის გაძლებაც მოუწევთ. თუმცა აქვე შეიძლება ძალიან კარგი პერიოდი იყოს ფინანსური კუთხით. თავარია რომ სწორად დაინახონ და სწორად გამოიყენონ. ასევე ვერძებს სხვა შორის წლის მეორე ნახევრიდან დაახლოებით აგვისტოდან მოუწევთ დისციპლინა და სხვანაირი წესრიგის შემოტანა ცხოვრებაში იმისთვის რომ ძალიან კარგი იქნება თუ პირველ აი ეს ნახევარი წელიწადი ისე მოიქცევენ დაგეგმავენ გათვლიან როგორ არის უმჯობესი მოქცევა რომ შემდგომ უკვე გეგმის მიხედვით იმოქმედონ და ძალიან კარგად შედგებიან კარგი პერიოდი ექნებათ მთავარია რომ ეს სწორად განსაზღვროთ და სწორი გეგმა შეადგინონ ასევე კარგი პერიოდი იქნება სხვათა შორის თევზებისთვისაც საკმაოდ საინტერესო პერიოდი იქნება, იმიტომ რომ მათგანაც ეს გადავა და უკვე მიეცემათ ბევრი შესაძლებლობა ფინანსური კუთხითაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ცოტა ქაოტური იქნება მშვილდოსნისთვის, თუნდაც მიაქციოს ყურადღება უკვე კარგიც იქნება, ცუდიც იქნება, აი ქაოტური, ისიც. მთავარია რას დაინახავს, რას გამოიყენებს და რას მიაქცევს ყურადღებას. შეიძლება ცოტა გაუჭირდეს კუროს, იმიტომ რომ გაუჭირდეს რომ გამოვიდეს აი იმ რაღაც კომფორტის ზონიდან, რომელშიც არის და ცვლილებები დაიწყოს, თუ აყვება და მზად იქნება ტრანსფორმაციისთვის, იდეალური იქნება. ქალწულებს მოუწევთ ბალანსის პოვნა, ძირითად შემთხვევაში კარიერა, ფინანსები, ურთიერთობები, ოჯახი ჭირდებათ ის, რომ რაღაცნაირად დააბალანსონ, სწორი ხაზი გაავლო, სად როგორ უნდა მოიქცენ, სად რა არის საჭირო. ხომ კიდე ვინ დაგვრჩა? მე ისე ყურადღებით ისმენდი რომ გონია ნინა რაღაც ვნაკითხო. ნახე ეს თვითონ ერთი გადაცემის თემაა, მაგრამ მე მინდა კომენტარი გავაკეთო, თან უნდა გითხრა. ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს
ზოდიაქოს მნიშვნელობას, ფსიქოლოგიურ ფაქტორს. აი მაგალითად, გეტყვი ერთ უცნაურ რაღაცას. მე ვარ ვერძი და სულ მუდმივად ვისმენდი, რომ მე შეიძლება მაჯობოს, ან დამჩაგროს, ან მიმტროს და მიაღწიოს სურვილს მორიელმა. და ყოველთვის ვიყავი მორიელთან ძალიან ფრთხილად. აი, არ შევდიოდი კონტაქტში, თუ შევდიოდი ფრთხილად რაღაც და ერთ მშვენიერ დღეს ერთი ამერიკელი ასტროლოგი, საოცრად რეიტინგული ასტროლოგი განიხილავს და მიმოიხილავს ზოდიაქოებს და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ვერძი არის დაუმარცხებელი, ვერც ტყუილად შეებრძოლებით, იმიტომ რომ მისი ასტრალური ნიშანი არის თავი და ის მას ღმერთმა მიცა აზროვნება და მორიელიც კი ვერ ერევაო. და ისეთი რაღაცა თქვა, რომ შოქში ჩავარდი. მე ამ მონაკვეთს უსმინე და უსმინე. ვერც შეუძლია თავისი ჩლიქით გასრისოს მორიელიო. ანუ ფიზიკურობამდე იქნა დატანილი და განთავისუფლდი. ამის შემდეგ შემიყვარდა მორიელები, არ უფრთხი მათთან არანაირ ურთიერთობას, უბრალოდ ვიცი რომ ვერ გაიმარჯვებენ ჩემზე და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ვარ ბედნიერი. ძალიან საინტერესო ხედვაა და ეს საინტერესო თემა წამოჭერით. ძირითად შემთხვევაში როგორ ის არის, ყველა ადამიანს უყვარს თავისი ზოდიაქო და არ უნდა არც ერთი სხვა ზოდიაქო რა ყოფილიყო. ყველა ადამიანს უსიტყვოდ. მოკლედ ნინა, უღრმესი მადლობა. მოდი ეს თემა დავიმახსოვროთ და შემდეგ როცა მოგიწევთ ამ თემაზე ვისაუბროთ. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, გემშვიდობებით, მომავალ პარასკევამდე.